მოგესალმებით, მე ვარ ექიმი მიშა გაგუა. ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ ნაყოფის სქესის დადგენის შესახებ. თუ ორსულობის რაოდიდან არის შესაძლებელი და რომელი მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ. სანამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ, მოდით ვკითხოთ, რას გვეტყვის ჩვენი მეგობარი Google. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხში აბსოლუტურად ვეთანხმები. ესე იგი, ნაყოფის სქესის დადგენა შესაძლებელია გენეტიკური ტესტირებით ან ულტრაბგერითი კვლევით. ნაყოფის გენეტიკური კვლევები შედარებით ძვირადღირებულია. ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში, როგორც წესი, ტარდება ემბრიონის საშვილოსნო ზღვრში გადატანამდე. სპონტანურად დამდგარი ორსულობის დროს კი შეგვიძლია ჩავიტაროთ არაინვაზიური პრენატალური ტესტი. ეს კვლევა შეიძლება ჩატარდეს ორსულობის 10 კვირის შემდეგ. ამ დროს იკვლევენ დედის სისხლიდან გამოყოფილ ნაყოფის გენეტიკურ მასალას. ან ინვაზიური ქორიონის ბუსუსების ტესტირებით. შეიძლება ჩატარდეს ორსულობის 11-14 კვირაზე. ან ამნიოცენტეზის ტესტი. სანაყოფე წყლების ტესტირებით. შეიძლება ჩატარდეს ორსულობის 15-18 კვირაზე. რაც შეეხება ულტრასონოგრაფიულ დიაგნოსტიკას, Google გვეუბნება, რომ კვალიფიციურ სონოლოგს ნაყოფის სქესის ზუსტად განსაზღვრა შეუძლია ორსულობის 11 კვირიდან შემთხვევათა 70%-ში, 12 კვირიდან შემთხვევების 98%-ში და 13 კვირიდან თითქმის 100%-ში. სასიამოვნოა, რომ ამ კრიტერიუმით კვალიფიციური ყოფილვარ, რადგან მეც ზუსტად მსგავსი შედეგი მაქვს. ორსულობის პირველი სკრინინგული კვლევის დროს, რომელსაც როგორც წესი ზედაპირული მიდგომით ორსულობის 12 კვირის ვადაზე ვატარებ, ნაყოფის სქესს დაინტერესებული მშობლების 99%-ს ზუსტად ვეუბნები. ამ ვადაზე ნაყოფის სქესი წარმოადგენს 1 მმ-იან დეტალს და მის დასადგენად საჭიროა 3 რამ. კონდეს მაღალი კლასის აპარატი, მაღალი რეზოლუციის გადამწოდებით, რაც მუცლის სიღრმეში მილიმეტრიანი დეტალების გარჩევის შესაძლებლობას იძლევა. ვიცოდეთ აპარატის მართვა, ანუ რომელ ღილაკებს უნდა დავაჭიროთ და რა თანმიმდევრობით, რომ ინდივიდუალურად პაციენტთან მისი კონსტიტუციის და თავისებურებების გათვალისწინებით მოვახდინოთ ეკრანზე მიღებული გამოსახულების ოპტიმიზაცია. ვიცოდეთ სამგანზომილებიან სივრცეში რომელი მხრიდან უნდა შევხედოთ ნაყოფს და რომელ დონეზე, რომ გავარჩიოთ მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები ერთმანეთისგან. ნაყოფის სქესის გარჩევა ორსულობის 11 კვირაზეც არის შესაძლებელი. თუმცა ამ დროს მხოლოდ ზედაპირული მიდგომით შემთხვევათა 30%-ში ზუსტად განსაზღვრა ჭირს, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო ტექნიკურად გართულებულია ხოლმე ნაყოფის სტრუქტურების ვიზუალიზაცია. ტექნიკურად კვლევას ართულებს პაციენტის მუცლისწინა კედელზე ჭარბად გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ან ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა, ან საშვილოსნოს და ნაყოფის მუცლის ზღვრში ღრმად მდებარეობა, ან კვლევის დროს მოსვენებით მდგომარეობაში გადაჯვარედინებული ფეხებით მყოფი ნაყოფი და სხვა. ამ საკითხთან დაკავშირებით სულ ეს მინდოდა მომეყოლა. მადლობა ყურადღებისთვის. ვფიქრობ, სრულად მოგაწოდეთ ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93A-ში ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში.